გზა აღარ ექნება დაახლოებით როდის, იმიტომ რომ ნახეთ არჩევნებს ჩანიშნავს ქართველი ხალხი. შეფასება არჩევნებს ჩანიშნავს ივანიშვილი აღარ არის. მაგრამ რა გზას დიანა, ივანიშვილი აქ ფაქტორი აღარ არის. მალე აღარ იქნება თქვენ ნახოთ. ეს არის აი ესე თქვა, აი ქოხი რო რაღაცა ფეხებზე დგას და მალე რო ჩამოიშლება. ეს არის იმიჯი დარჩენილი, რომელსაც ის თავის ამომრჩეველს ეს თქვა. ეს რაღაცა მკაცრი ტონი არის მიმართული მხოლოდ მათი ამომრჩეველის გასაგონად. ქართველი ხალხი დანიშნავს არჩევნებს, იმიტომ რომ სხვა გამოსავალი ამ ქვეყანას არ აქვს. ეს პროტესტი უნდა გაგრძელდეს, პოლიტიკური კრიზისი ბოლომდე უნდა მივიდეს, რომ ქვეყანა გადაიტვირთოს და მე ქართულმა ხალხმა სამართლიან არჩევნებში და არა მოპარულ არჩევნებში მიიღოს გადაწყვეტილება და ვინც გაიმარჯვებს, იმან გაიმარჯვოს. მამუკა, შეიძლება დაგაბრუნოთ ისევ რაც თქვით, მაგრამ ნახეთ ივანიშვილი არ დადის საღამოობით, ანუ არც ივა ეხლა ქუჩაში არ დგას პროტესტზე, ანუ ეს არ წუხდება, არც პოლიციელია, რომელსაც უწევს ამ ხალხის, არ ვიცი, აი თუნდაც ფიზიკური ზემოქმედება მათზე და ეს თქვათ მათთან ჭიდაობა ის თავისთვის წყნარად არის, ანუ ამ პროტესტით, რომელიც ახლა არის ქუჩაში, იმის თქმა მინდა, რა ტიპის დისკომფორტს ნახულობს ისეც იზოლაცია თქვენ სადაც რაზეც საუბრობთ, გავიგე, მაგრამ ეხლა რა ტიპის დისკომფორტს, რომ ეს ხალხი აიძულებს მას, ანუ დამანახეთ უფრო მეტად. დიანა, აქ ივანიშვილზე არ არის საუბარი, დისკომფორტს ნახულობს ის შტოები, რომლებიც გაუთავებლად ასრულებენ ბიძინა ივანიშვილის დანაშაულებრივ დავალებას. მან პოლიცია შტოები ჩამოიშლება? მან პოლიცია ერთდროს ჩვენი საამაყო პოლიცია, ნამდვილად საამაყო პოლიცია გადაიქცა კრიმინალთა შეკრულ ორგანოთ. მე არ ვლაპარაკობ ყველაზე, იქ ძალიან ბევრი პატიოსანი და დარწმუნებული ვარ, რომ ისინი და მათი ოჯახის წევრები ძალიან განიცდიან ამას ყველაფერს, როცა გვერდზე კრიმინალია ნიღბით და იცის ვინ არის და ხელს ვერ კიდებს, იმიტომ რომ დავალება აქვს ზემოდან, იმიტომ რომ მინისტრი ყავს, რომელიც მაგნიცკის სიაშია. ახლა მეტი რაღა უნდა, როგორ შეიძლება პოლიციის პირველი პირი იყოს მაგნიცკის სიაში და ის აგ იმას რა ქვია, უსაფრთხოებას და იმას იცავდეს. ესეთი სოფლიოში არ ხდება. ეს რაღაცა სოფლიოში არ ხდება. ამიტომ ეს არის სულ დროებითია. მე მინდა გითხრათ, რომ 5000 ლარიანი ჯარიმა რო შემოიღეს ამ ქვეყანაში და ძველი რიცხვით თუ ვინმე მარჟზე იდგა თუ ტროტუარზე ნახევარი ნაბიჯი ხოდა გადმოდგმული, როგორ შეიძლება ქვეყანაში, სადაც თვითონ ამათი დათვლებით სოციალური სამართლიანობის ცენტრმა დღეს საინტერესო ინფორმაცია დადო. 1700 ლარია თუ 1800 ლარი საშუალო ხელფასი არც არის, ეს ამათი დათვლებია. სად არის ნახევარი საქართველოს უმუშევარია. და ანუ რას აკეთებ, რომ ადამიანს ორი თვის სარჩოს ართმევ, იმიტომ რომ გამოვიდა და თავისი ორი თვეც არა აქვს 5000 ლარი. ორი თუ სამი თვის, ხო, და წარმოგიდგენიათ რას აკეთებენ? მაგრამ ეს არ შეაჩერებს ქართულ ხალხს, პირდაპირ გეუბნებით. არ შეაჩერებს, იმიტომ რომ აქ ჩვენ დიანა არ ვლაპარაკობთ არჩევნებზე, ჩვენ აქ ვლაპარაკობთ ქართველი ადამიანი, ჩვენი მოქალაქე, როგორ იცხოვრებს არჩევნების მერე. ექნება თუ არა მას მყარი სამუშაო ადგილი, მაღალი პენსია, ექნება თუ არა მას მაღალი ხელფასი, გარანტია იმისა, რომ შვილს გადაუხადოს სწავლის ფული, გარანტია იმისა, რომ ევროპაში გაუშვას, გარანტია იმისა, რომ განათლება მიიღოს და ეს ყველაფერი ჩაკეტა. და ამას არ ჩავაკეტინებთ, იმიტომ რომ გითხარით თავიდანვე ესე დავიწყეთ, რომ 100 დღე მოანდომა ბიძინა ივანიშვილმა არჩევნების მერე იმის გადახაზვას, რაც ჩვენი ერი და ჩვენი სახელმწიფო დამოუკიდებლობის გამოცხადების დღიდან აღწევს ნაბიჯ და იყო ლიდერი ამ საქმეში. თქვენ ამბობთ, მივიღებ პასუხს ასე, რომ ივანიშვილი იძულებული გახდება ჩანიშნოს ახალი არჩევნები. რა ფორმით შეხდება? ქართველი ხალხი ჩანიშნავს არჩევნებს. რა ფორმით შეხდება? მე ივანიშვილს არ ვანიჭებ ამ ხელა ოპერატორს. ქართველი ხალხი ჩანიშნავს, კი ბატონო, ქართველი ხალხი, მაგრამ ფორმალურად ხომ იცით, როგორც არის ივანიშვილის თქვენს მიერ არალეგიტიმურად წოდებული პარლამენტს მოუხდება და შემდეგ ასევე არალეგიტიმურად წოდებულ პრეზიდენტს მოუხდება ამის გამოცხადება. მიუხედავად იმისა, შეიძლება სალომე ზურაბიშვილი მიგაჩნიათ ლეგიტიმურ პრეზიდენტად, ის ვერ გამოაცხადებს არჩევნების თარიღს, ასე იქნება თუ ეს იქნება, მაგრამ ეს კითხვა რომელიც და მიგაჩნიათ ლეგიტიმურ პრეზიდენტად. მე სხვათა შორის მიფიქრია, არ ვამბობ, რომ ის არის ზურაბიშვილის უწოდებ მეხუთე პრეზიდენტს, ამ კითხვას. მეექვსეს, მე მგონი საერთოდ არ გვყავს პრეზიდენტი, რაღაც ეგეთი განცდა უფრო მაქვს. მე რეალ პოლიტიკის მიმდევარი ვარ და მესმის რომ ზურაბიშვილის მიმართ რაოდენ დიდი სიმპათიაც არ უნდა მქონდეს, ის ეხა არჩევნებს ვერ ჩანიშნავს. შეიძლება მეორე კითხვა დაგისვა, არა, მე ნუ დავისვათ, მე დაგისვათ. ერთი კითხვა, არა, ერთი კითხვა, ხო დემოკრატია. არა, უნდა დაგისვა.
აუცილებლად. ესე იგი, თუ მიგაჩნია, რომ ორივე პრეზიდენტი არის არალეგიტიმური, მაშინ რა არის გამოსავალი? არჩევნები უნდა ჩამოშოროს ასწრაფო. აველაშვილი ლოგიკურად de facto de jure არ ვიცი, de facto პრეზიდენტია, ასე გამოდის, რომ მისი განკარგულებით ვიღაცები გამოდიან მაგალითად საპატიმროდან და ასე შემდეგ. ანუ კანონს ვინც ხელს აწევს. ანუ პინოჩეტიც იყო ესე და ესე რა ქვია, აგერ მადუროც იყო, მაგრამ რა. მოცემულობა ასეთი, მაგრამ უძიმესი ვითარება, სადავო მოდი ასე ვთქვათ. ეს არის რომ ლეგიტიმურია. მოდი ასე ვთქვათ, სადავო ლეგიტიმაციის პრეზიდენტიც პარლამენტიც. არა უყავს. ეს მოვიფიქრე სხვათა ძალიან ხო ვიცით შერბილება კი არა მე არ მევალება რა თქმა უნდა ეს რა ქვია მას პოლიტიკური კონიუნქტურით ვიხემძღვანელო უფრო ვფიქრობ რომ პროფესიულით და ამ შემთხვევაში ფაქტის მოქალაქეები ვართ საბოლოოდ ხო მოქალაქე გამოსავალი ხო უნდა ვიყო თქვენ ხო მედიხართ საარჩევნო ყუთთან ხო პროფესიულად რომ სწორად ვიმოძრავებ ეს იქნება მოქალაქეებისთვისაც მხარდაჭერა არ არის საჭირო ყველანი ვიყოთ რაღაც პოლიტიკური კონიუნქტურის ქვეშ ახალი არჩევნები რომ დაინიშნოს და ახალი მთავრობა მოვიდეს რუსეთის საფრთხეს როგორ უმკლავდებით ეს იყო შეკითხვა რომელიც დღეს დაუსვეს ზურაბიშვილს და მართლა ყოველთვის სხვათა შორის არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდშიც მაგალითად მახსოვს ჩემი ცხარე დისკუსია ბადრი ჯაფარიძესთან ამ თემაზე და სხვებთანაც ყოველთვის სვამდი ყველა პარტიის წარმომადგენელთან ვინც იყო ჩემ სტუდიაში რაღაც ამდაგვარ კითხვას შეიძლება ზუსტად ამ ფორმულირებით არა მაგრამ მართლა საინტერესოა იმიტომ რომ ვეძახოთ პრორუსი პროჩინელი პროირანელი მაგრამ ინიშნება ახალი არჩევნები მოდის ახალი მთავრობა რუსეთი ხომ ვერსად ვერაუხდება გეოგრაფიულად არის იქ სადაც არის და მისგან საფრთხე რომ არის და რუსეთი რომ საფრთხის შემცველია ესეც ფაქტია მე სანამ ამ კითხვაზე პასუხს გაგცემთ ერთ მაგალითს მოგიყვანთ აზერბაიჯანმა ჩვენ ესე ვთქვათ ჩვენ არა გვაქვს სავიზო რეჟიმი აზერბაიჯანს აქვს 60 დღიანი და ეხლა აზერბაიჯანმა სულ რაღაც იმიტომ რომ თვითმფრინავი ჩამოაგდეს იცით ხო ეს ისტორია გააოქმა რუსული ცენტრი ესე თქვა არ შემოუშვა ქვეყანაში რუსეთის დუმის წევრი და ისეთი ნაბიჯები გადადგა რომელსაც ვერან ვერ წარმოიდგენდა რომ რუსეთის წინააღმდეგ შეიძლებოდა აზერბაიჯანს გადაედგა რატო გააკეთა და რა მიცა მას აი ესეთი ქმედების საშუალება. პირდაპირ გიპასუხებთ მე ხანაც კითხვები არ დამისვა. კი ბატონო, არ დამისვა, თუმცა შემიძლია ამ თემაზე აქვს ჩემი აზერბაიჯანს ყავს რეგიონში მოკავშირე თურქეთი. ვინ არის ჩვენი რეგიონალური მოკავშირე მარტო დარჩენილ, როცა ახალი არჩევნები იქნება, ვინ არის ჩვენი მოკავშირე, რომ მოლაპარაკების მაგიდაზე არ დაგჩაგროს რუსეთმა. ისე რაც რისი ჩანაფიქრიც ჰქონდა ხა პუტინს, როცა პირდაპირ ტრამპს ელაპარაკა და უკრაინა არ გვინდა, ჩვენ დავლაგდეთ და ასე შემდეგ, ხა მთელი ევროპა აღშფოთებულია და ნუ ეს კიდე ცალკე თემაა, იმედია რომ ძალიან ცოტა ხანში ბევრი რაღაცა გაირკვევა, მაგრამ მე ვფიქრობ რომ ერთ-ერთი მთავარი თემა შეიძლება გახდეს და არ არის ვინ არის ჩვენი მოკავშირე, ვინ არის ვის ეუბნები რომ დამიდექი რა გვერდში რომ რუსეთს უნდა ველაპარაკო და შუამავლად დამიდექი, იმიტომ რომ მეზობელია, ნორმალური ურთიერთობა მინდა, არ მინდა ომი, მაგრამ არ მინდა რომ გადამყლაპოს. არ მინდა რომ 20% გახდეს 80%. წარმოიდგინეთ პრემიერი ხართ, მთავრობა მოხვედით ხელისუფლებაში მოვიდა კოალიცია, ამ კოალიციაზეც მე კითხავთ ცოტა ბუნდოვანებას ვხედავ ამ ხრივ, ახალი არჩევნების ვინ რა ფორმით შეხვდებით, მაგრამ აი ხართ პრემიერი და რუსეთის საფრთხე არსებობს. რა პირველ რიგში რასაც გავაკეთებთ, აღვადგენთ სტრატეგიულ პარტნიორობას შეერთებულ შტატებთან, აღვადგენთ მოლაპარაკებას ევროკავშირთან, რომ სწრაფად მივიღოთ ის დაფინანსება. დაფინანსება მივიღოთ, რომ ფეხზე დავდგეთ, იმიტომ რომ ყველაზე დიდი უსაფრთხოება ამ ქვეყნის არის ჩვენი მოქალაქის წელში გამართვა ეკონომიკურად. რომ მას კონდეს განცდა რომ ამ ქვეყანაში შემოსავალი მას ყოფნის და დაგროვების საშუალება უჩნდება რომ მე ინვესტიცია გააკეთოს პატარა ბიზნესში. ეს არის უმნიშვნელოვანესი რაღაცა. პარალელურად დავიწყებთ მოლაპარაკებას რუსეთთანაც, მაგრამ მაგიდაზე მარტო არ დავჯდებით. იმიტომ რომ პატარა ქვეყანა ვართ, კი დიდი ერი ვართ, მაგრამ ქვეყანა არ არის. ბიძინა ივანიშვილმა პრაქტიკულად დაიყვანა ყველაფერი, პოლიცია, ჯარი, უსაფრთხოების სისტემა, უშიშროების საბჭო ჩატარებული, უშიშროების საბჭო, უშიშროების საბჭო ომი ხომ ვერ გააჩერა. რაღაცა მსგავსი ორგანო გვაქვს ჩვენ, სადაც საფრთხეებს განაძოლად იყო უშიშროების საბჭო, ეხა არც ვიცი. უსაფრთხოების რაღაც არის, მაგრამ შეიძლება რამე დასკვნა არ სჭირდება. რამე ამაშია საქმე, იმიტომ რომ ჩაბარება უნდა ამ ქვეყნის რუსეთზე. ივანიშვილის ისაღები ალბათ არის საბჭო ალბათ. რო შეიძლება რომ დავამთავრო, ესე იგი
პასუხი თქვენ კითხვაზე არის, რომ სასწრაფოდ უნდა აღვადგინოთ ათეულ წლებით ნაშენები ურთიერთობა ევროპასთან, ინვესტიციების შემოტანა, სტრატეგიული პარტნიორობის აღდგენა, ჩვენი ჯარის გაძლიერება, რომ დაინახოს, რომ ჩვენ ხელწამოსაკრავი ერი არა ვართ და დავიწყოთ ისეთი პროექტების კეთება, რომელიც რეგიონისთვის იქნება საინტერესო და არა, იცი რა, ამერიკას გააგდებ და რუსეთს შემოიყვან. საშუალება გვაქვს ჩვენ რომ აქ ბალანსი მივიღოთ. ჩვენ ვერ გადავკეტავთ, ესე თქვათ, კავკასიონს, ბუნებრივია და ვერ ვეტყვით თუნდაც ჩვენ მოქალაქეებს, რომლებიც რუსეთში ცხოვრობენ, ვერ დავაყენებთ საფრთხის წინაშე. მაგრამ ესე კაპიტულანტურად, რაც ეს აკეთებს, დავალებით და ეს გამორიცხული მომენტი, ეს არის კაპიტულაცია, ეს არის ჩაბარება ქვეყნის რუსეთზე და მე ამით რუსეთი მეგობრებიც სამყავს და ძალიან მაგრა ვიცნობ რუსულ კულტურასაც პირდაპირ გეუბნებით, მაგრამ არაფერ კავშირში არ არის ის ერთმოწმუნეობა, რომელსაც მათ უნდათ რომ მოვიდნენ, ვითომ ჩაგეხუტონ და დაგახჩონ და ხალხი დაგიხოცონ და ესე თქვათ, გინტური მოგიკლან და მე ცინიკურად ზემოდან გადმოგხედონ, ამას ვერ შევეგუებით რა და თუ გინდათ რომ ამას შევეგუოთ, ეს არის ბიძინას გზა და მე გეუბნებით რომ სხვა გზით უნდა ვიაროთ. ამ საფრთხესთან გამკლავებას აპირებ პარტნიორები. ანუ ასევე მნიშვნელოვანი არის თუ არა შეერთებულ შტატებს განიხილავთ მთავარ პარტნიორად, ხომ ამ არა მარტო, კი ბატონო, მაგრამ ანუ ვისი იმედითაც გინდათ ლაპარაკი რუსეთთან სამომავლოდ, იმ დაშვებებით რომ თქვათ ხელისუფლებაში ხართ ყველანი ერთად, ის პარტნიორი რაზე დაილაპარაკებს რუსეთთან, რა ტიპის შეთანხმება ექნება რუსეთთან, რა ტიპის დიანა ძალიან შორს უწავალთ რა, მე ერთ ამას გეტყვით რა, ამას ექნება თუ არა მნიშვნელობა. ამათი პოლიტიკა არის შემდეგი რა უნდა ამერიკელებს შავ ზღვაში და ეს აასრულეს და ამერიკელებს ინვესტიცია წაართვეს ანაკლიაში 4 კილომეტრიდან აფხაზეთში უზარმაზარი ინვესტიცია კეთდებოდა, აღარ ჩამოთვლი ვინ აკეთებდა ამ ინვესტიციას, გააგდეს და ელაპარაკებენ ჩინელებიც არ შემოდიან. იმიტომ რომ ესე თავრობასთან ჩინელებიც არ მე თავიდან გითხარით. არ ჩინელები ითანამშრომლებენ რა. ამიტომ აქ ლაპარაკია იმაზე, რომ ეს ქვეყანა უნდა იყოს დაბალანსებული. დაბალანსებული უნდა იყოს და დაბალანსების პოლიტიკა რომ აქ ბიზნესი, ინვესტიციები გაკეთდეს, უნდა დაბალანსდეს, მაგრამ ამ დროს შემჭირდება უსაფრთხოების რაღაც ჩარჩოში ჩასმა ჩვენი თავის. იმიტომ რომ ჩვენ გვაქვს წინ გასავლელი ძალიან სერიოზული გზა, ეს არის აფხაზეთის გზა. ჩვენ ამაზე ლაპარაკი დავივიწყეთ და მე იმიტომ ვარ პოლიტიკაში, იმიტომ მოვედი და ანაკლესაც იმიტომ ვაკეთებ პირდაპირ გეტყვით რა, ბიზნესები კი არ მაყლდა. იმიტომ დავიწყო რომ დავინახე ნათელი წერტილი აფხაზ ნორმალურ ადამიანებთან ურთიერთობის. იმიტომ რომ სანამ ამ ხალხთან ურთიერთობას არ დავალაგებთ, ხელს არ ჩამოვართვებთ, ღვინოს არ დავლებთ, ძველ ამბავს არ დავივიწყებთ, ახალზე არ ვილაპარაკებთ, არაფერი არ გამოგვივა. მაგრამ ამათი პოლიტიკა არის კაპიტულანტური, გესმის, ამერიკელები გააგდო და ჩინეთში, იმაში რა ქვია, ირანში წახვიდა და ჰეზბოლას გვერდზე დადგა და ჰამასის გვერდზე და სიკვდილი ებრაელებს და სიკვდილი ამერიკელებს პრემიერ-მინისტრი ეგრეთ წოდებული ამას უსმენდეს, თან ორჯერ ერთ თვის განმავლობაში. მითხარით ეს რა პოლიტიკაა? ეს რა პოლიტიკაა ამიხსენეთ? ეს არის ქართველი ხალხის წინააღმდეგ მიმართული პოლიტიკა. ამას ემატება ის გაუსაძლისი მდგომარეობა, რაც ამათმა შექმნეს ამ ქვეყანაში, ის ემიგრაციის ტალღა, რომელიც ამათმა შექმნეს და უზარმაზარი. აქ ყველაზე დიდი პრობლემა იცით რატოა? იმიტომ ტვინები გავიდნენ რა, ის ადამიანები გავიდნენ დიანა რა, რომელსაც შეუძლიათ ნებისმიერ ქვეყანაში თავისი ინტელექტით და თავისი შრომით მოიპოვონ თანხა. იმიტომ რომ ამ ქვეყანაში არ მიცეს ამის საშუალება, გესმით? ამიტომ ჩვენ გვაქვს ახლა ერთადერთი შანსი. ერთადერთი შანსი. ამის კიდევ საფრთხე არსებობს. დიდი ბოდიში. ერთადერთი შანსი გვაქვს. ამას ვლაპარაკობ მთელი სერიოზულობით რა. ეს არის ახალი არჩევნები. ახალი არჩევნები პირველ რიგში ქართული ოცნების ხარდაჭერებისთვის. იმიტომ რომ ისინიც ამ გემში ზიან და ჩვენც ამ გემში ვქია. ამ გემს ქვია საქართველო, რომელიც ახლა მიექანება ძალიან სწრაფად უფსკვლისკენ. ყოველგვარი შეშინების, ყოველგვარი რაღაც ზედმეტი ემოციის გარეშე ვლაპარაკობ ამას რა. იმიტომ რომ ეს ქვეყანა ამ მდგომარეობაში ვერ გაძლებს. ამიტომ ახალი არჩევნები, დიდი შერიგება, დიდი გაერთიანება და სამართლიანი არჩევნები, რომ ქართულმა ხალხმა გადაწყვიტოს, როგორი მთავრობა უნდა, როგორი ხელისუფლება უნდა, რომ ამ ძალიან რთულ გეოპოლიტიკურ სიტუაციიდან მშვიდობით გამოვიდე და ეს რომ ორი ფეხით შევალ და გარეჯი საქართველო, ეხლა კითხვა მაქვს, გარეჯი რო საქართველოა. გარეჯი საქართველოა. გარეჯი რო საქართველოა, ეხლა რაღაცაზე ხონდა კამპანია, რომელიც სად არის? რამდენჯერ შეხვდნენ პრეზიდენტ ალიევს, ერთხელ მაინც ითქვა გარეჯთან დაკავშირებით, ჩაკეტილი როა ჩვენი მორწმუნეები რო აღარ ადიან იქა და ასე შემდეგ, ესე თქვა რო ლოცულობენ, ამიხსენით რა. და ისო ომი გინდა ეხლა რაღაცა კაცი ევროპა გახადეს ისა რა ქვია რაღაცა უბედურების წყარო და ჩავიდნენ ევროპაში და ნახო ევროპაში არ გაიზარდნენ ესენი
ევროპაში არის სწავლის განათლება. USAID არ აფინანსებდა ამათ განათლებას და USAID-ის პროგრამებში არ მონაწილეობდა. 16 წელი მუშაობდა ესე პაპუაშვილი მე მგონი იმაში, რა ქვია, საერთაშორისო ორგანიზაციაში. ესენი ვინ არის? ესენი გამოზდილი პატარა ჩეკისტები არიან, პირდაპირ გეუბნები. ჩეკისტები არიან და ზოგი შეიძლება ჩეკისტიც არ არის, არის ყურმოჭრილი მონა, რომელსაც ბიძინამ ამოუღო სული, ძარღვი და ჯიგარი და დღეს მივიღეთ ეს ამორფული სიტუაცია და კიდევ მეორე მე მინდა ახლა მოუწოდო ჩემ მეგობრებს, ოჯახის წევრებს, ყველასო, ხვალ არის 80 დღე პროტესტის. ხვალ უნდა გამოვიდეთ ბევრნი, ზეგაც უნდა გამოვიდეთ და ეს პროტესტი არ უნდა გაჩერდეს, იმიტომ რომ ეს პროტესტი გეხება თითოეულ თქვენთაგანს რა. უნდა გამოვიდეთ და დავაზანზაროთ და უთხრათ რომ ეს ქვეყანა ჩვენ გვეკუთვნის და არავის სხვას. რუსეთთანაც დავალაგებთ, მეზობლებთანაც დავალაგებთ, მაგრამ არა ესე კაპიტულანტური და გამყიდველური პოლიტიკით. კი ბატონო, ისეთი ნოტაა რომ რაღაც დასასრულს მოითხოვს, მაგრამ მაინც მინდოდა ერთი კითხვა მქონდა. წარმოვიდგინოთ რომ ინიშნება ახალი არჩევნები. რა ხდება ამ დროს, იმიტომ რომ იმ არაღიარებული, ასე ვიტყვი, არჩევნებით არის 4 ბარიერ გადალახული პარტია. აქედან ერთი გახარიეს გუნდის მიმართ გაქვთ პრეტენზიები, რატომ არიან ისინი. სერიოზული პრეტენზიები. ისინი, ასე ვთქვათ, მანდატებს არ თმობენ და არ წერენ განცხადებას. მიუხედავად იმისა, რაღაც გარკვეული გაურკვევლობა მათ პოზიციონირებაში პრინციპში შემინიშნავს, იმიტომ რომ რაღაც თითქოს თქვენთან ერთად, ყველასთან ერთად არიან, თან არ არიან, თან ხელს აწერენ, რაღაც ამ ტიპის, მაგრამ არ ვიცი, აი ხან თანამებრძოლი ხარ, თან არა ხარ თანამებრძოლი, ხან გაიპარები, ხან გაიპარები, ხან პრეზიდენტზე დადგები, ხან არ მოხვალ, ხან მიხვალ და ეს მნიშვნელოვანი ამბავია. ეს მნიშვნელოვანი ამბავია ბრძოლაში. ომში არის მნიშვნელოვანი ამბავი. იკითხავს სხვათა შორის მათთვის ამ თემაზე, თუმცა ის რომ მანდატებს ჩააბარებენ, ამის გარანტია არავისთვის არ უთქვამთ. მაგრამ თქვენ მახსოვთ გითქვამთ რომ თუ ჩვენ ყველანი ამას არ გავაკეთებთ, მაშინ აზრი არ ექნება. გახსოვთ? აი მაინც რატომ გააკეთეთ თუ ყველანი? იმიტომ რომ მე სიმართლე გითხრა, ვერ წარმოვიდგენდი რომ პოლიტიკური ერთეული, რომელიც ამბობს რომ არჩევნები გაყავდა, მე 28-ში გამოცხადა რომ ევროპას ჩამოვშორდით. მე არც ერთმა დემოკრატიულმა ქვეყანამ არ აღიარა, ანუ გაამაგრა შენი, ესე ვთქვათ, ეს არგუმენტები. ამბობ რომ არალეგიტიმურია ეს ყველაფერი პრეზიდენტთან ერთად გახარდა ბრიფინგზე ამბობ რომ ესენი არალეგიტიმურები და ამ დროს მე ვერ წარმოვიდგინე ამ დროს როგორ არ იდგა თვითონ მომისურეთ რა ხა ჩვენ ერთ კაცზე ვლაპარაკობ თუ პარტიაზე ვლაპარაკობ არა ხო აი როგორ საუბრობ პარტიაზე საუბრობ თუ ერთ კაცზე ვლაპარაკობ აქცევენ ყურადღებას სადარა და ამიტომ საერთოდ მე მინდა თქვა ეხლა ყველას თავისი გზა აქვს მაგრამ როგორ შეიძლება პარტიას გვარის სახელი ერქოს წარმოიდგინე ეს რა დემოკრატია ეს რომელი პარტია როგორ შეიძლება როგორ შეიძლება პარტიას ერქოს გვარი ვიღაცის გვარი ხაზარაძის პარტია რო იყოს სიტყვაზე დასიშავს რომ ხვალ თუ გადავდექი სხვა პარტია უნდა როგორ არის ესა? ასე არის ხოლმე. ეს არის ძალიან ცუდი. ეს მათისა არა, ძალიან ცუდი პრაქტიკა. ცუდი პრაქტიკა ყველასთვის. რა მნიშვნელობა ეხლა კენჭი რო გადმოვაგდეთ თქვენ გონიათ რომ ეხლა არ ვიტყვი რომ ის მომწონს ეხლა. არა, გაუცებ გამახსენდა სხვადასხვა მიხსენებდი რომ რაღაც არასწორია. კონტრარგუმენტი ხონდა. იმიტომ არ ჩამოყალიბდა ამ ქვეყანაში დემოკრატიული პარტიული მშენებლობა, იმიტომ რომ მე ამ პარტიის თავმჯდომარეს მუდმივად კი არ ვიქნები. ახალგაზრდა ხალხი გაიზარდა ჩვენ პარტიაში და აქ რომ მოდიან, უკვე სხვა პოლიტიკოსები არა დამეთანხმდნენ. ლელო მირჩევნია ერქვას რაღაცნაირად უფრო ცნობილი ნაცნობი. დიანა, ესაც იმიტომ გავაკეთეთ, რომ ჩვენ სულ ერთიანობისკენ ესე თქვათ, ხელი გვაქვს გაწოდებული, რომ ამ ქვეყანას ერთიანობის და ერთობის გარდა არაფერი არ უშველის და მე კომპრომისზე წავედით ჩემ თანაგუნდელებს ერთად, რომ ლელო, რომელიც ძალიან ცნობადი სახელი იყო, რომ დისკომფორტი არ შემექმნა ჩვენი პარტნიორებისთვის, ძლიერი საქართველო დავარქვით, რომ ვიღაცას არ ეფიქრა, რომ იცი რა ლელოში შევედი, იმიტომ რომ მე დემოკრატიული პროცესის მომხრე ვარ, დემოკრატიული პროცესის, სადაც იდეა აერთიანებს ხალხს და არა იმიტომ, რომ იცი ჩემი პარტიის წევრი ხარ, დაგავალებ იმას გააკეთე. კი ბატონო, ნახეთ, აი გახარიასთან ამაზე გაქვთ პრეტენზიები, იქ გვარამიასთან ქონდათ პრეტენზიები გარკვეული სოციალურ ქსელში ეს რაღაც კენჭების სროლა ნახეთ და ასე შემდეგ. ნუ კენჭებზე მეტი იყო. კენჭებზე მეტი იყო, კი, მაგრამ ნუ აი კენჭი კარგად თქვით, ეს კენჭი. და აი ერთად როგორ დაგინახოთ სამომავლოდ. აი ზუსტად იგივე პროცესია, როგორც ახლა კითხვებს მისვამთ, რომ ჭეშმარიტება გინდათ გაადგინოთ. ესეთვე ამბავია, სანამ ჩვენ არ გავერკვევით და საზოგადოება არ გაერკვევა ფულის წარმომავლობას,
რატო არ გახარია იქ? ფულის გამოა, მანდატის იმუნიტეტის გამოა, თუ იმის გამოა, რომ რაღაცა მომენტი, ერთი წამით, რაღაც მომენტი რო დადგება, იცი რა, მე შეიძლება აზრი შეიცო. ეს საზოგადოება უნდა იცოდეს. იმიტომ რომ კიდევ იმერო ჩვენად ბრძოლა, რომელიც არის ყოფნა არ ყოფნის ყოველგვარი გადამეტების გარეშე, რომელ ორბიტაზე აღმოჩნდება საქართველო, ეხა ამიტომ დგას ეს ამდენი ახალგაზრდა, თავისუფლად მოყვარული ახალგაზრდა ქუჩაში. იმიტომ რომ ძალიან კარგად იციან, რომ ქვეყანა შეიძლება დავკარგოთ. და როცა ბრძოლაში ხარ და გვერდზე სხვა პარტია გიდგას და სანგარში ხარ, ესე თქვა, ხო, ბრძოლა, პოლიტიკური ბრძოლა დაახლოებით წესების გარეშეა თან აქ. როგორი პოლიტიკური ბრძოლა, ხო, ვის ვებრძვით, ხო, ვიცით ჩვენ, ბიძინა ივანიშვილს კი არა, FSB-ს ვებრძვით და რუსეთის აქ კურატორებს. და ამ დროს არ იცი ზურგში ვინ როდის რაღაცას ჩაგარტყამს, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი რაღაც. ამიტომ მე მომხრევა რომ საჯაროდ იყოს მსჯელობები, დისკუსიები, რომ საზოგადოება გაერკვეს, იმიტომ რომ ვინ რითი სუნთქავს, ვის რა მიზანი აქვს და მზად არის თუ არა ეს ხალხი ერთად დადგეს თუნდაც იმ იდეის გადასარჩენად, რომელსაც საქართველოს დამოუკიდებლობა და ევროპული პერსპექტივა ქვია.